სტუმარი უკვე ხაზეა ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი. ბატონო ლევან, მოგესალმებით და მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელებს, განსაკუთრებით მძღოლებს. კი ბატონო ლევან, შეგვიფასეთ ეს საქართველოს პოზიცია ჩვენ ვნახეთ, როგორი ქონდა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, სიტყვით გამოსვლაც ვნახეთ. შესაბამისად, მოდით შეგვიფასეთ ეს პოზიცია საქართველოსი და ეს რიტორიკა და ეს გზავნილები. რაც არ უნდა ისაუბრონ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, რაც შეუძლიათ სრულიად სუვერენულები იყვნენ და მარტო გადალახონ მსოფლიოში არსებული წინააღმდეგობები, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით არსებობს, ეს ვითარებას არ ცვლის. სამხარო ძალიან ურთიერთდამოკიდებულია, დასავლეთს ძალიან დიდი გავლენა აქვს მიუხედავად ყველაფრისა საქართველოზე, საქართველოს პოზიციაზე. შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად და ბატონ დიდინა ივანიშვილსაც უწევთ მუშაობა იმისათვის, რომ რაღაც უმცირესი სივრცეები მაინც შექმნან, სადაც ექნებათ შეხვედრის წერტილები და საერთო მსჯელობის პლატფორმები დასავლეთთან. ჩვენ აი ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ესე იგი დიდი ხანია ისინი იზოლაციაში არიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, აი ამ ჩახუთულ მდგომარეობაში არიან და ეხლა ის პატარა სარკმელი გამონახეს, სადაც შეიძლება რაღაც ტიპის კომუნიკაცია ქონდეს დასავლეთის წარმომადგენლებთან. და არის მეორე ფაქტორიც, მე ამას ყოველგვარი ქედმაღლობის გარეშე ვამბობ, რომ აი ამ პროტესტს, რაც არ უნდა დასცინოდნენ, რაც არ უნდა მაცხრად იგდებდნენ და რაც არ უნდა თქვან, რომ აი ევროპული განწყობები საქართველოში მცირდება და ასე შემდეგ, ესეც ვერცნის ვითარებას. ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობა განიცდის, დარდობს, რომ დასავლეთთან ყველა ხიდი დამწვარია, ამიტომ აი ადამიანების ამგვარი განწყობების საპასუხოდ ხანდახან იკვლავ უწევს დიდინა ივანიშვილს და მის მთავრობას, რომ წარმოქმნათ თუნდაც უმცირესი სივრცეები, სადაც დასავლეთი ფიგურირებს და დასავლეთი გარკვეული როლს ასრულებს. ბატონო ლევან, ეხლა ხელისუფლების წარმომადგენელი რომ იყოს აქ ჩვენს ფორმატში, ალბათ გეტყოდათ, რომ აი თქვენ რო აღნიშნავთ დარდობს საზოგადოება. გეტყვით და ძალიან ხშირად კეთდება განცხადებები, რომ აი ნახეთ, რამდენი ადამიანია შეკრებილია. და ეს ადამიანები საუბრობენ სრულიად საზოგადოების სახელითო და არ არისო ის შემადგენლობა, ის რაოდენობა, რაზეც მიუთითებს იმაზე, რომ სრულიად საზოგადოების ან დიდი ნაწილი გამოხატავდეს და იზიარებდეს ამ პოზიციას. აი ამ შემთხვევაში რის თქმა შეგიძლიათ თქვენ? რა თქმა უნდა, სრულიად საზოგადოების სახელითო აპარატის უფლება არავის არ აქვს, მაგრამ ფაქტია, ხო ეს კვლევებშიც ჩანს, შეუძლიათ მათ გადაამოწმონ რაღაცა პირადი სივრცის მასშტაბითაც, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობის ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს საქართველოს მომავალი არ წარმოუდგენია დასავლეთთან კავშირის და ინტენსიური ურთიერთობების გარეშე. ეს ფაქტია. მართალია ქართული ოცნება მისი პროპაგანდისტული მანქანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპას სკეპტიციზმი ამ საზოგადოებაში გაღვივდეს. თვითონ ევროპას და დასავლეთის კრიზისშია და ბევრი პრობლემები აქვს, იცით თქვენ, ესეც ხელს უწყობს ამ ევროპას სკეპტიციზმის გაძლიერებას, ამას ომი ემატება, მაგრამ მიუხედავად აი ამ ფაქტორებისა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დგას საქართველოს დასავლური ინტეგრაციის სადარაჯოზე და განსაკუთრებით ახალგაზრდული ჯგუფები, ანუ ის ჯგუფები, რომლებიც მომავალში იქნებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებასა თუ კულტურაში, აი მათი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია. ასე რომ, რაც არ უნდა ისაუბრონ, რომ ნახევარია თუ მეოთხედია თუ პირია თუ დიდი ჯგუფია, ფაქტია, რომ ეს ტენდენცია არსებობს ამ საზოგადოებაში და ეს ტენდენცია არის მძლავრი. კი ბატონო, ბუნებრივია მე სხვა საკითხებზეც მინდა დაგისვა თქვენ კითხვა, ერთ-ერთი არის ოპოზიცია და ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები, ხო? ბატონო ლევან, ძირითადად ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლებაზე, ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე, შეძლების დაგვარად ბუნებრივია არაერთხელ გვისაუბრია ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ დღევანდელი ძირითადი ეთერი მაინც მინდა
ამ მიმართულებით დაგისვა თქვენ კითხვები, ანუ მოდით პირველ რიგში შეგვიფასეთ რა პროცესი მიმდინარეობს და როგორ აკვირდებით თქვენ ამ პროცესს და საით შეიძლება განვითარდეს ეს პროცესი, ოპოზიციაში მიმდინარე პროცესი. არაერთხელ გისაუბრიათ კომუნიკაციასთან დაკავშირებით და ერთმანეთში საუბრის აუცილებლობაზე, ხო? ეს ტენდენცია ამ დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე ჯერ კიდევ არ ჩანს. ამაზეც მინდა დაგისვათ კითხვა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ფაქტორი რა აფერხებს და რა უშლის ხელს დიალოგის, კომუნიკაციის, საუბრის დაწყებას. იცით, ჯერ ერთი ვთქვათ ობიექტური გარემოებების თაობაზე, რომ ნამდვილად საქართველოში ოპოზიცია უმძიმეს დღეშია. მათ უამრავი ნაკლი აქვს და უდიდესი უმრავლესობა პატივისცემას პირადად ჩემი მხრიდან მაგალითად არ იმსახურებს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ იჭერენ, ქვეყნიდან აძლევენ, ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობას არ აძლევენ, აბსურდული ბრალდებებით უყერავენ რაღაც საქმეებს, დევნიან და ეს არის ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ეს ოპოზიციაზე ზემოქმედებს და ამაზე თვალს ვერ დავუჭავთ. ჩვენ ცხოვრობთ გამოკვეთილ ავტორიტარულ რეჟიმში, სადაც ოპოზიცია არის რეპრესიების ქვეშ. ეს ერთი საკითხი. მაგრამ მეორე საკითხი არის თვითონ ოპოზიციის სინარძი და სტრუქტურა. ვერ განვიცანდა საქართველოს ოპოზიცია. დარჩენილი არის ერთ ნიშნულზე. მათ პოლიტიკა დღემდე გონიათ ტელევიზორში გამოსვლა და ერთმანეთთან ლაპარაკი. საქართველოს ოპოზიცია თქვა აქცდილობს, რომ თქვა გამოკვეთოს მკაფიოდ რა იდეებს ედგას, რა პროგრამული შეხედულებები აქვს. ანუ შინაარსზე არ არის კონცენტრირებული და ჩვენ არ ვიცით რეალურად რა განსხვავებაა ოპოზიციურ პარტიებს შორის და რა განსხვავებაა ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის პროგრამული ღირებულებითი თვალსაზრისით. ხო მარტო იმის თქმა, რომ აი მე რუსეთის მხარეზე ვარ და ევროპის მხარეზე ვარ და ამის საფუძველზე რაღაც კონფლიქტების წარმოქმნა არ არის საკმარისი. ანუ ეს პროგრამული სურათი ჩვენი ოპოზიციისა ძალიან გათხაფნილია და ეს მათ არასერიოზულ შინაარსსა და სახეს განაპირობებს. და მეორე საკითხი არის პოლიტიკის სტრუქტურირება, ხო? პოლიტიკური პარტია უპირველეს ყოვლისა, ამ დარგის კვლევარები ამბობენ წინა საუკუნის მეორე დახევრიდან ეს არის დაქსელილი უნდა იყოს საზოგადოებაში, შენი მიზნები უნდა გქონდეს სხვადასხვა დაფიქსირებულებში იქნება თუ რეგიონებში, ხო? და ამხელა სახელმწიფო დაფინანსებები რო გქონდათ წლების განმავლობაში და არა მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებები. ამ პარტიის სტრუქტურები უნდა ეშენებინათ, რომ აი როგორც კაპილარები აღწევენ და მიაქვს სისხლი ორგანიზმის ყველა უჯრედამდე, ასე უნდა მიიტანოს თავიანთი იდეების შეხედულებები და სტრატეგიები საზოგადოების ყველა სტრუქტურამდე, ყველა ერთეულამდე. ასე რომ მათ აი ეს ქსელი და სტრუქტურას არ გაჩნიათ და არ დაშენებენ ამას. ასე რომ როცა ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არც გამოკვეთილი და სერიოზული იდეოლოგიური პროფილი აქვს და არც თავისი სტრუქტურა და სისტემა აქვს, რაც არ უნდა გამოვიდეს წინა მოხუცავა ტელევიზორში და რაც არ უნდა ილაპარაკოს ან ვიღაც სხვა, ხო ეს არაფერს არ სulis და რჩება ცარიელ ხმაურად. ასე რომ კატასტროფული მდგომარეობა ოპოზიციაში. აი რაც თქვენ თქვით რომ ერთმანეთთან ალაპარაკობენ, აი კიდე ზედნაშენია. თუ შენ იდეოლოგიური პროფილი გაქვს და შენი სტრუქტურა გაქვს, შეიძლება არც გჭირდებოდეს სხვა ოპოზიციურ პარტიასთან შეთანხმება და ასე შემდეგ. ხო მაგას როგორმე ავიტანთ თუ ეს ორი გარემოება და ფაქტორი არსებობს. ასე რომ კატასტროფული მდგომარეობა და მე ბევრჯერ მithქვამს და ვიმეორებ, რომ ბიძინა იანიშვილის მთავარი მაშველი რგოლი ხშირად არის ეს არასერიოზული, უპროფილო, უსტრუქტურო ოპოზიციური ჯგუფი. ბატონო ლევან, აი ერთმანეთში საუბარზე აქცენტი იმიტომ გავაკეთე, რომ ხშირად ხომ გვესმის ოპოზიციის მხრიდან, რომ აუცილებელია ესე ვთქვათ, აუცილებელია საუბარი, დისკუსია, თუმცა რეალურად ეს არ ხდება, ხო? აქედან გამომდინარე ჩდება კითხვა საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი, აი რა ხდება, რატომ ვერ ახერხებენ ერთმანეთში საუბარს? და აქედან გამომდინარე დავსვი ეს კითხვა. დიახ, ასევე მაინტერესებს აი ძალიან
ხშირად ვამბობ ამას, რომ სამი პროცესი მიმდინარეობს უკვე რამდენი ხანია, ეს არის ხელისუფლება და თავისი დღის წესრიგი, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დღემდე, ყოველ დღე რუსთაველის გამზირზე გამოდის და აპროტესტებს და ოპოზიციის ნაწილი. თითქოს და ბატონ ლევან, აი მთელი წლის განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ამ სამმა პროცესმა გარკვეულწილად თანაცხოვრობა შეძლო. და თქვენი აზრი მაინტერესებს, ბევრი მაკრიტიკებს ასე რომ ვამბობ, რომ თანაცხოვრობა სათხედაო, მაგრამ აბა თქვენ როგორ ფიქრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით, ანუ ასე თუ ისე მაინც ხომ წარმატებით მიმდინარეობს ბჭყალებში ეს სამივე პროცესი? ბატონო, ამ სამივე პროცესმა შეძლეს და თანაცხოვრება უფრო პოზიტიური ტერმინია, რომ თითქოს ერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. ჭიტროთ, ხო შეიძლება უწოდოთ ამას განაარსებობა. ნამდვილად შეძლებს განაარსებობა ისე რომ განსაკუთრებული ცვლილებები ამ დამოუკიდებელ პროცესებს არ მოაქვთ საზოგადოებაში, გაყინეს სიტუაცია სტატუს კო შექმნეს ჩვენს ქვეყანაში. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არის აუცილებელი ახალი მეთოდების გამოყენება, ახალი პროცესების წამოწყება. და აი თქვენ რაც თქვით შეთანხმებაზე და კოორდინაციაზე, აი ამ ახალი პროცესების დაგეგმვის დროს უნდა იყოს კოორდინაცია და ურთიერთშეთანხმება თქვათ ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო ჯგუფებს შორის და რაც მთავარია ამ სამ თანაარსებობაში მყოფ რა ქვია ტენდენციას რომ თავი დავანებოთ, ხო? არის უამრავი ახალი თემა, რომელიც გამოჭრა საქართველოს ხელისუფლებამ და შეიძლება მათ დაპასუხოდ გაჩნდეს ამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ახალი მოძრაობები, ხო თქვათ, განათლების საკითხი. ეს სერიოზული საკითხია და მარტო იმისი თქმა, რომ აი ხელისუფლებას უნდა ილია უნის გაუქმება და ამაზე მერე ისტერია არ არის საკმარისი. მართლა უნდა ეს საშინელება, ამას უნდა დაუპირისპირდეთ, მაგრამ განათლების სისტემას და რეფორმას აქვს უამრავი სხვა პლასტი და შეიძლება ამ განათლების სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე უამრავი ტალღის წარმოშობა ამ საზოგადოებაში დემოკრატიულის, რომელიც წარმოქმნის უფრო ეფექტიან წინააღმდეგობას. აი ასეთ საკითხებზეა დაფიქრალი, ხო? და ასეთ საკითხებზე არის მოქალაქეების მობილიზება საჭირო. ანუ თავარი გამოწვევა დღეს აი წინააღმდეგობის მოძრაობას აქვს მობილიზაციის გამოწვევა. იმიტომ რომ წინააღმდეგობა არსებობს, ხალხი დაღლილია, ჩვენ ნახეთ თბილისში თქვა 200,000 კაცი, 300,000 კაცი. გრძნობს ირგვლივ, რომ ხელისუფლებით აღწოვანებული არავინ არ არის. და ვინც არ არის აღწოვანებული ხელისუფლებისთვის, რომ გამოვიდეს და ბრძოლაში ჩაერთოს, ამისთვის არის საჭირო მობილიზაცია. მობილიზაციაც კი ჭირდება თემების კარგად შესწავლა, ამ თემების დაყოფა და აი თითოეული დანაყოფის საფუძველზე სხვადასხვა სოციალურ ჯგუფზე დასვა. ხო თქვათ ამ განათლების რეფორმას რა შედეგი მოაქვს სტუდენტებისთვის, ლექტორებისთვის, რეგიონებისთვის, ცალკეული უნივერსიტეტებისთვის. აი ხო ხედავთ რამდენი ციდა ერთეულია. ყველაზე ცალკეა საჭირო მუშაობა და ყველა აი ამ ქვეჯგუფში არსებობს მობილიზაციის პოტენციალი. უბრალოდ ამას უნდა გამოყენება და ამას ჭირდება სერიოზული პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მუშაობა, რომელსაც ვერ ხედავთ სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში. ბატონ ლევან, ყველაფერთან ერთად იქნებ არც ოპოზიციით არის აღფრთოვანებული ის ნაწილი საზოგადოების, რომელიც აპროტესტებს და აქვს პროტესტი, მაგრამ ნდობა არ აქვს და ამიტომ შეიძლება არ გამოდიოდეს რუსთაველზე. ესეც ხო შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, ეგ არის მთავარი ფაქტორი. უბრალოდ ნდობა იბადება მუშაობაში, ხო? თქვენს გქონიათ ალბათ ცხოვრებაში შემთხვევები, მეც გქონია და ყველა ჩვენს მსმენელს, რომ ადამიანებს არ ენდობოდნენ, არ უყვარდათ ზოგიერთი ადამიანი, მაგრამ ნახა ყველა ადამიანი იმსახურებს მეორე შანსს. ხო და ნახეთ ადამიანი ახალ საქმეში უფრო თანმიმდევრული, უფრო მწყობრი, უფრო სერიოზული და ეს წარმოქმნის ნდობას. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ აი ნდობა არ არის და არც იქნება ნდობა, თუ მუშაობა და ახალი სტანდარტი არ შესთავაზა ოპოზიციამ მასტრატია მოსახლეობას, ხო? ერთი სანიკიძის, მეორე სანიკიძის ჩანაცვლება და იგივე რიტორიკა და იგივე ქედმაღლობა და იგივე გაბერვა თუ იქნა, ასე ვთქვათ, თავად ოპოზიციისა
ეს ესე იგი ახალდობას არ გააჩენს, მაგრამ თუ სტილი შეიცვალა და მუშაობის ფორმატი შეიცვალა, იქ იბადება ნდობა. ასე რომ მოსახლეობა მართალია, რომ ოპოზიციისადმი და ზოგადად პოლიტიკური კლასისადმი ნდობლობით არის განწყობილი, მაგრამ ოპოზიცია არის მწვანე, რომ აი ამ ნდობის მშენებლობას აღწევს ვთქვათ ახალი ტიპის პოლიტიკური საქმიანობა. და ალბათ საზოგადოების ეს ნაწილი სულ ძიებაშია ახალი სახეების და ახალი პოლიტიკოსების, რომ მისი ნდობა ის რეინვესტირება ამ ადამიანებში განახორციელოს. და ბატონ ლევან, კიდევ ერთი კითხვა ამ კომუნიკაციის აუცილებლობაზე. ალბათ საზოგადოების ნაწილი, რომელიც აპროტესტებს, ასევე აკვირდება იმას, რომ ოპოზიციას ერთმანეთში დისკუსიის შესაძლებლობა არ აქვს და ამ ფონზე მათი მხრიდან კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე, როდესაც არის საუბარი, ხომ შეიძლება კი არა და უჩნდება ალბათ კითხვა, როდესაც ერთმანეთში ვერ ახერხებენ, ხო, განსხვავებულ პოზიციებზე დისკუსიას, მაშინ როგორ შეიძლება ამ ადამიანებმა მოახერხონ კოალიციურ მთავრობის ქოლგის ქვეშ თანამშრომლობა? ეგ მე ვფიქრობ, რომ მეორე ხარისხოვანი პრობლემაა, იმიტომ რომ ვინ ახავს ჩვენ მთელ მსოფლიოში? აი განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში ხდება ეს, რომ ესე იგი ოპონენტები, რომლებიც ერთმანეთს განასხვავად არიან გადაკეთებული, მერე ერთ კოალიციაში აღმოჩნდებიან ხოლმე, იმიტომ რომ პოლიტიკური სისტემა ესე არის მოწყობილი. აი შეერთებულ შტატებში ესე არ არის, ხო? ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთის მოწინააღმდეგეები იყვნენ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, არჩევნების შემდეგ დაჩნენ თვალსაჩინო. მაგრამ თქვათ გერმანიაში ერთმანეთს რომ ებრძოდა თქვათ სოციალ-დემოკრატიული პარტია და ქრისტიან-დემოკრატიული პარტია არჩევნებამდე მწვავესად რო აკრიტიკებდნენ ერთმანეთს არჩევნების შემდეგ აღმოჩნდნენ ერთ კოალიციაში, იმიტომ რომ სისტემა მყარნახა ეს. ასე რომ გასაჭირი მანახედა გაქცევას გაჩვენეთ, ხო, როცა შეიქმნება ეგეთი ვითარება, რომ ასეთ პარტიას უმრავლესობა არ ყავს პარლამენტში, მაშინ ასე თქვათ ისინი იცვლებენ რომ ერთმანეთს გაევაპარაკონ. თან ლევან ჩვენ კიდევ ერთი გამოსავალი გვაქვს, რომ ადმინისტრაციამ ჯერა რომ თუ ოდესმე საქართველოში გარდამავალი პერიოდი დადგა ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გაშვების შემდეგ, ეს გარდამავალი პერიოდი უნდა წარიმართოს იმ ქართული ქართლის პრინციპებით, რომელიც პრეზიდენტმა სულაგიშვილმა შეიმუშავა და იქ კოალიციურ მთავრობაზე არ არის ლაპარაკი, იქ არის საუბარი პროფესიულ, ექსპერტულ მთავრობაზე, ეგრეთ წოდებულ ტექნიკურ მთავრობაზე, რომელიც ამ პარტიული ლიდერებისგან დაცლილი იქნება და ძირითადად დაკომპლექტებული იქნება დარგობრივი სპეციალისტებით. ასე რომ თუ ჩვენი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ აი ქართული ოცნება რო წავა ხელისუფლებიდან, მერე ეს პატარა საზღვარი პარტიები უნდა მოვიდნენ და მაგათი კინკლაობას უნდა უყუროთ, არა, არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი ტექნიკური მთავრობის სახით, რომელიც აი ამ პარტიების ურთიერთქიშმისგან დროებით მაინც გარდამავალ პერიოდში მაინც აზრებს ქვეყანას. ასე რომ გამოსავალი არსებობს და მეტი თავის ტკივილი აქ საჭირო არის. საჭირო არის პირდაპირ ყოველგვარი შევამაძების გარეშე სიმართლის თქმა. რასაც ჩვენი ოპოზიცია და ჩვენი ხელისუფლება არჩეთი ეს მხარე არ აკეთებს. ერთი გვეუბნება, რომ დასავლეთი არის ბოროტება და გარყვნილების ბუდე და დაზისხრობა და ოპოზიციის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ეს არის მარტო კეთე და სამოთხე და არაფერი ნაკლი არა აქვს. აუცილებელი ადამიანებს ვუთხრათ, რომ აქ ეს კრიზისია დასავლეთი, პრობლემები აქვს, ძალიან დიდ გარდაქმნის პერიოდში ცხოვრობს ჩვენი სამყარო და ეს პრობლემები მას აქვს და შეიძლება ჩვენთან ურთიერთობაშიც შეცდომებს მსვებენ, ამასაც ხაზი უნდა გაუსვათ, მაგრამ იქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე სამყაროში ევროკავშირზე უკეთესი ალიანსი, რომელმაც უზრუნველყო ადამიანების კეთილდღეობა და უზრუნველყო ელემენტარული დემოკრატია და რომელიც კულტურულად და ღირებულებითი თვალსაზრისით ახლოს არის ჩვენთან, არ არსებობს მასზე უკეთესი დღეს. შესაბამისად, უნდა იყოს ჩვენი ლოზუნგი, ეს ადრე საქართველოში მყოფმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, პარტია სირიზიადან გახოდათ იგი, რომ ვიაროთ ევროპისკენ, იარეთ ქართველებო ევროპისკენ, მაგრამ იმოქმედეთ და იმუშავეთ უკეთესი ევროპისთვის.
ესეთი ლოზუნგით უნდა იყოს ოპოზიცია დღეს განწყობილი, რომ დიახ, ჩვენ მივდივართ დასავლეთისკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთის ამოთხეთ მიგვაჩნია, პრობლემას სივრცეთ მიგვაჩნია და სოდვას ან პრობლემას, რომელიც შეიძლება დასავლეთს კონდეს, ჩვენ ვერ ვამქნევთ, ხო? ეს არ უნდა ითქვას. იაროთ ევროპისკენ, მაგრამ ვიმოქმედოთ უკეთესი ევროპისთვის. ესეთი კონსტრუქცია რო კონდეს ევროპის ოპოზიციის შეხედულებებს, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა გაცილებით უფრო მეტი ნდობით იქნებოდა გავსვალული დასავლური არჩევანის სასარგებლოდ და ქართული ოცნების მხარდაჭერა შორისაც ბრძარი გაჩნდებოდა. მაგრამ როცა არაფერს არ აღიარებს და ესე მარტივად და რა ვიცი, აი სიტყვას ვეძებ, ხო, სულელურად წარმოადგენს, შავთეთრად წარმოადგენს დღევანდელ სამყაროს, რომელიც ესეთი რთულია, ესეთი ჩახლართულია, მაშინ ადამიანებს აქვს შესაბამისი რეაქცია და არ გიჯერებენ შენ. აი ესეც გამარკივებულ სქემაში არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას, უბრალოდ ხელისუფლებას უკეთესი პროპაგანდის მანქანა აქვს და უფრო მეტად ასე ვთქვათ, შეგყავს შხამი საბიუჯეტო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების გონებაში, იმ ადამიანების გონებაში, რომლებიც ისედაც გატანჯული არიან ყოველგვარი ყოფისგან და ყოველდღიური ტანჯვისგან და იქ უფრო ადვილია გაავრცელო, რომ აი მოდიან და გაგათხოვებენ და გამოგათხოვებენ და ის სამართლიანი რიტორიკა რაც აქვს ხელისუფლებას რა მაგას ვიცი. მადლობა ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მე შეგახსენებთ გადაცემის სტუმარი იყო ლევან ლორდ-ქიფანიძე, პოლიტოლოგი.